მოგესალმებით, მე ლელა კოტორაშვილი ვარ. ბალადა გატეხილ ცხვირზე თანამედროვე ნორვეგიელი ავტორის არნეს ვინგენის წიგნია, რომელიც ბაკურს ლაკაურის გამომცემლობამ გამოსცა და თამარ კვიჟინაძემ თარგმნა. წიგნის მთავარი პერსონაჟია 12 წლის ბარტი. მას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. დედის დაჟინებული თხოვნით დადის კრივზე, სადაც თავს კარგად ვერ გრძნობს, ცხოვრობს დედასთან ერთად საერთო საცხოვრებლის ერთ პატარა ოთახში. აქვს ძალიან ბევრი კომპლექსი, არ მოსწონს საკუთარი გარეგნობა და თავს არიდებს, რომ საზოგადოებამ გაიცნოს ისეთი, როგორიც არის. თავგამოდებით ცდილობს, რომ არ გახდეს სკოლაში ჩაგვრის ობიექტი. ამასთანავე არ იცის, ვინ არის მამა და რაც ყველაზე მტკივნეულია მის ცხოვრებაში, დედა ებრძვის ალკოჰოლიზმს. წიგნში წარმოჩენილი არის სკოლა, ოჯახი და საზოგადოება. ამ წიგნმა გამახსენა ასევე თანამედროვე ნორვეგიელი ავტორის იბენ აკერლის წიგნი ჩემი მეგობარი ლარსი, რადგან აქ აღწერილი საზოგადოებაც და იმ წიგნის სოციუმიც გამოირჩევა საოცარი ემპათიით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. და ყველა მშობელი, მასწავლებელი, მეზობელი ცდილობს, ბებია, ზრდასრული ადამიანი ცდილობს, რომ გულისხმიერება გამოიჩინოს ბავშვისადმი, რაც ძალიან მოსაწონი არის მკითხველისთვის ძალიან ამაღელვებელია. სკოლა მოგაგონებთ ძალიან ბევრ თანამედროვე სკოლას, თუმცა გაგიკვირდებათ, რომ ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც არის ნორვეგია, შეიძლება ასეთი სიღარიბე არსებობდეს, როგორც არის აღწერილი ამ წიგნში და როგორც უჭირს ბარტს, ჩემთვის ეს განსაცვიფრებელი იყო. ამ წიგნში ავტორი ფოკუსს ასწორებს ისეთ უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე, როგორიც არის სიღარიბე, ჩაგვრა, ბავშვის აღზრდისას მშობლის ჩართულობა, სრულფასოვანი კვება და მოზარდობის პრობლემები, მოზარდისთვის დამახასიათებელი თვითდამკვიდრების ურთულესი ეტაპი. ამ წიგნში ასევე გაიცნობთ ძალიან კარგ მასწავლებელს, წიგნის დასაწყისში კლასის დამრიგებელი გადაწყვეტს, რომ შეეჯიბროს წლის დასასრულს პარალელურ კლასს და ბავშვებს თხოვს, რომ ვისაც რა ნიჭი აქვს, გამოავლინოს და სცენაზე წარმოადგინოს. აღმოჩნდება, რომ ბარტი შესანიშნავად მღერის, ოღონდ პრობლემა ის არის, რომ ის მხოლოდ საკუთარ თავთან ახერხებს ამას და თავის სახლში კი ამას განმარტოება შეუძლია მხოლოდ საპირფარეშოში. როგორც კი ვინმე უსმენს მას, მისი ხმა სრულიად იცვლება. წიგნში ბარტის ცხოვრება თანდათან იცვლება და ამას მის ცხოვრებაში გამოჩენილი ადამიანები, მის ცხოვრებაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან პრობლემების მოგვარებაში. ერთ-ერთი არის მისი თანაკლასელი ადა. გოგო, რომელიც ძალიან კარგი მეგობარი აღმოჩნდება. წიგნიდან გაიცნობთ შემეცნებით სამყაროსაც გააფართოვებს ბავშვის. მაგალითად, აქ მუჰამედ ალის შესახებ არის მოცემული ინფორმაცია, ზიზი ტოპი აღმოვაჩინა ასეთი როკ ჯგუფი და კიდევ ერთი საოპერო მომღერალი ტერფელი, რომელიც პერსონაჟად არის შემოყვანილი წიგნში. რაც შეეხება სათაურს, ბალადა გატეხილ ცხვირზე. ძალიან მიყვარს ეს სათაური, რადგან სიმბოლური დატვირთვა აქვს. ბალადა ვიცით, რომ არის პოეზიის ჟანრი და ის არის ერთგვარი სიუჟეტური ლექსი, რომელიც ასახავს სატრფიალო, საგმირო, საყოფაცხოვრებო ამბავს. შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი არის სწორედ ამ 12 წლის ბიჭის
შესახებ მისი გმირობის, მისი ცხოვრების გმირობის შესახებ, რომელიც ასევე უკავშირდება მუსიკას. და დასასრულს რაც შეეხება ოჯახს, ასევე მნიშვნელოვანი აქცენტები არის დასმული ოჯახის ირგვლივ და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, ბარტის დედას ასეთი რთული მდგომარეობა აქვს და ალკოჰოლზეა დამოკიდებული, მას და თავის 12 წლის ვაჟს აქვთ არაჩვეულებრივი ურთიერთობა. ამაღელვებელი ბარტი ცდილობს, რომ დედას გაუგოს და თანაუგრძნოს. რაც შეეხება დასასრულს ამ ვიდეოსი, ჩემი სათქმელი არის ამგვარი, რომ ამ წიგნში მასწავლებელი ტირის. და მისი ტირილის მიზეზი არის მოსწავლის წარმატება. რამდენიმე დღის წინ ჩემი შაბათის მკითხველთა კლუბის ერთ-ერთმა მოსწავლემ წამიკითხა დღის ჩანაწერი ნიაკომ, სადაც აღწერდა, რომ სექტემბრის სწავლის დასაწყისში დაწერა თემა, რომლის წაკითხვისას თავისმა ქართულის მასწავლებელმა იტირა. და სწორედ მაშინ მოუყევი, რომ ამ წიგნზე ვიდეოს ჩაწერას ვაპირებდი და როდესაც ვფიქრობდი მთავარ სათქმელზე, სწორედ მასწავლებლის ცრემლები იყო, რომლის შესახებ მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა. ძალიან დასაფასებელია, როცა მასწავლებელს ამგვარად უხარია თავისი მოსწავლის წინ გადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება ბალიშს, ის ამგვარია და ფრაზას წაგიკითხავთ, რომელიც შევარჩია. ესე იგი, არასწორად გაჩვენეთ. საკუთარ თავს ვერაფრით შეცვლი, ცხოვრებას პოზიტიურად ვუყურებ. ბოროტი არავინ მგონია, ეს სამყარო მშვენიერია, მაგარ პლანეტაზე ვცხოვრობთ. კიდევ კარგი წავიკითხე ეს ფრაზა, რადგან მავიწყდებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ბარტის ხასიათი, რომელიც ვახსენე, მაგრამ ამ წიგნში სწორედ ავტორი ამახვილებს ყურადღებას ბარტის ხასიათზე და ბარტის თანატოლი მკითხველები, როცა კითხულობენ მისი ცხოვრების შესახებ, ალბათ გულგრილი ვერ დარჩებიან იმ ბარტის მიერ გამოხატული თვითირონიისა და იუმორის გამო, რომელთაც ის ხვდება ყოველ პრობლემას. დიდი მადლობა, მომავალ წიგნამდე გემშვიდობებით.